ღირსი სილუან ათონელი სიმდაბლისათვის. დღეს ცოტანი არიან მონაზვნები, რომლებმაც იციან ღვთის სიყვარული ჩვენდამი და იციან მტრებთან ანუ ეშმაკებთან ბრძოლა. ისიც იციან, რომ მათი დამარცხება მხოლოდ სიმდაბლით შეიძლება. უფალს იმდენად უყვარს ადამიანი, რომ აძლევს მას სულიწმინდის ნიჭებს. მაგრამ სანამ სული მადლის დაცვას ისწავლიდეს, ბევრი ტანჯვა მოელის. სულიწმინდის მიღების პირველ წელს ვფიქრობდი, უფალმა ცოდვები მომიტევა. ამას ჩემთვის ბოძებული მადლი მოწმობს, სხვა რაღა მინდა. თურმე ასე ფიქრი არ შეიძლება. ცოდვები კი მოგეტევა, მაგრამ მთელი ცხოვრება უნდა გახსოვდეს ისინი და წუხდე, რათა შემოსვლილი გული შეინარჩუნო. მე კიდევ ასე არ ვფიქრობდი. აღარ ვწუხდი ცოდვებისთვის და ძალიან დიდი ბრძოლები გადამხდა ეშმაკებთან. ვერ ხვდებოდი რა მჭირდა. ფიქრობდი, ჩემმა სულმა იცის უფალი და მისი სიყვარული, მას რატომ ებადება ბოროტი გულის სიტყვები. მაგრამ უფალმა შემიბრალა და თავად მასწავლა, როგორ უნდა დამდაბლებულიყავი. გონებით ჯოჯოხეთში იყავი და სასოს ნუ წარიკვეთ. აი რითი იძლევიან მტრები. ხოლო როცა გონებით ვტოვებ ამ ცეცხლს, ბოროტი გულის სიტყვები ისევ მოიცემენ ხოლმე ძალას. დაე ის, ვინც ჩემსავით დაკარგა ღვთის მადლი, მხნედ შეებრძოლოს ეშმაკებს. იცოდე, რომ შენ თვითონა ხარ დამნაშავე, ცუდ მედიდობამ და ამპარტავნებამ შეგიპყრო. ამიტომ უფალი მოწყალედ გაძლევს იმის შეცნობას, თუ რას ნიშნავს სულიწმინდაში ყოფნა და რას ნიშნავს ეშმაკებთან ბრძოლა. მაშინ სული გამოცდილებით იგებს თუ რა მავნეა ამპარტავნება და ცდილობს გაექცეს ცუდმედიდობას, კაცთაგან ქებას და ბოროტ გულის სიტყვებს. აქედან მოყოლებული სული გამოჯანმრთელების გზას ადგება და სწავლობს, როგორ უნდა შეინარჩუნოს ღვთის მადლი. როგორ გავიგოთ, ჯანსაღია ჩვენი სული თუ ავადმყოფი? ავადმყოფი სული ამპარტავანია, ჯანსაღს კი სიმდაბლე უყვარს, როგორც ეს სულიწმინდა მასწავლა და საკუთარ თავს ყველაზე უარესად მიიჩნევს. მდაბალი სული გამოცდილებით განსწავლული, თუნდაც უფალს ყოველდღე ცაში აჰყავდეს და თვალწინ უშლიდეს მთელ ზეციურ დიდებას, სადაც თავად უფალი, სერაფიმ ქერუბიმნი და ყოველნი წმინდანი მკვიდრობენ, მაშინაც კი იტყვის: შენ უფალო, იმიტომ მიჩვენებ შენს დიდებას, რომ გიყვარს შენი ქმნილება, მაგრამ მომეცმე გლოვა და ძალა შენდამი მადლიერების შეწირვისა. შენ გშვენის დიდება ცასა და ქვეყანაზე, მე კი მხოლოდ ჩემი ცოდვების გლოვა შემფერის. თუ ასე არ იფიქრებ, ვერ შეინარჩუნებ სულიწმინდის მადლს, რომელსაც უფალი უსასყიდლოდ მხოლოდ თავისი მოწყალების გამო გაძლევს. უფალმა შემიბრალა და მომცა იმის გულისხმისყოფა, რომ მთელი ცხოვრება უნდა ვგლოვობდე. ესაა უფლის გზა. ვწერ იმიტომ, რომ მებრალება ადამიანები, რომლებიც ჩემსავით ამპარტავნები არიან და იტანჯებიან. ვწერ, რათა ისწავლონ სიმდაბლე და მოიპოვონ მშვიდობა ღმერთში. ზოგიერთი ამბობს, ხო, ოდესღაც ასე იყო, ახლა კი ეს ყველაფერი მოძველებულიაო. მაგრამ უფალთან არასოდეს არაფერი კნინდება, მხოლოდ ჩვენ ვიცვლებით, ცუდები ვხვდებით და ვკარგავთ ღვთის მადლს. ხოლო ვინც ითხოვს, იმას უფალი ყველაფერს აძლევს. არა იმიტომ, რომ ჩვენ ამის ღირსები ვართ, არამედ იმიტომ, რომ უფალია მოწყალე და ვუყვარვართ. ამას იმიტომ ვწერ, რომ იცის ჩემმა სულმა უფალი. დიდი სიკეთეა ქრისტეს სიმდაბლის სწავლა, ადვილი და სიხარულის მომნიჭებელია მასთან ერთად ცხოვრება, მასთან ერთად ყველაფერი გახარებს.
მხოლოდ მდაბალთ გამოუცხადებს უფალი თავს სულიწმინდის მიერ. ხოლო თუ კი არ დავმდაბლდებით, ღმერთს ვერ ვიხილავთ. სიმდაბლე ის ნათელია, რომელშიც შეგვიძლია ვიხილოთ ნათელი, ანუ ღმერთი, როგორც საგალობელშია ნათქვამი და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩვენ ნათელი. უფალი მას სწავლის, როგორ უნდა ვიყო გონებით ჯოჯოხეთში და სასო არ წარვიკვეთო. ასე მდაბლდება ჩემი სული, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ნამდვილი სიმდაბლე, ენით გამოუთქმელი რამ. უფლისკენ მავალ სულს ეშინია, მაგრამ როგორც კი იხილავს მას, გამოუთქმელად იხარებს მისი დიდების მშვენიერებით. ღვთის სიყვარული და სულიწმინდის სიტკბოება სრულიად დავიწყებს მიწას. ასეთია უფლის სამოთხე, იქ ყველა სიყვარულში იცხოვრებს და ქრისტეს მიერი სიმდაბლის გამო ყველას გაახარებს იმის განცდა, რომ სხვა სჯობია. ქრისტეს მიერი სიმდაბლე დაბლებში მკვიდრობს, მათ უხარიათ, რომ დაბლები არიან, ასე გამომიცხადა უფალმა. ჰოი ყოველნო წმინდანო, ილოცეთ ჩემთვის, რათა ისწავლოს ჩემმა სულმა ქრისტეს სიმდაბლე. სწორია იგი ჩემს სულს, მაგრამ არძალუც მოხვეჭა და ცრემლით დაეძებს მას, როგორც დაკარგული ბავშვი დაეძებს დედას. სადახარ უფალო ჩემო, მიეფარე ჩემგან და ცრემლით დაგეძებ შენ. უფალო მომეწმე ძალა შენი დიდების წინაშე დამდაბლებისა. შენ გშვენის დიდებად სასადა მიწაზე, მე კი შენს მდაბალ ქმნილებას მომატლე შენი მდაბალი სული. გევედრები სახიერო უფალო, მაღლით მომხედე და მომეც ძალა, რათა დღედაღამ გადიდებდე შენ. რამე თუ შეგიყვარა ჩემმა სულმა, მენატრები და ცრემლით დაგეძებ შენ. მოგვეც ჩვენ სული წმინდა, დღედაღამ გადიდებთ მის მიერ, რამე თუ ჩვენი ხორცი უძლურია, სული შენი კი მღვიძარე. იგია რომ აძლევს ძალას ჩვენ სულს შენი მსახურებისას, გონებას შენს სიყვარულში განამტკიცებს, სრულ განსვენებას ანიჭებს და მას უკვე აღარაფერზე არ სურს ფიქრი შენი სიყვარულის გარდა. მოწყალეო უფალო, ჩემს უძლურ სულს არ შეუძლია შენთან მოსვლა, ამიტომაც გიხმობ როგორც მეფე ავგაროზი. მოდი და განმკურნე ჩემს ცოდვილ გულის სიტყვათა წყლულებისგან, მაშინ დღედაღამ აღგივლენ ქებას და ადამიანებს შენზე ვუქადაგებ, რათა ყოველმა ერმა გიცნოს და გაიგოს, რომ შენ უფალო სასწაულებს აღასრულებ, ცოდვებს მოგვიტევებ, გვაკურთხებ და გვაცოცხლებ, ისევე როგორც უწინ. დიდი განსხვავებაა ორ ადამიანს შორის. პირველი სულ უბრალო კაცი, ვინც სულიწმინდის მიერ შეიცნო ღმერთი, და მეორე, ვინც შეიძლება ძალიან დიდიც იყოს, მაგრამ სულიწმინდის მადლი არ შეუცვნია. ერთია უბრალოდ გწამდეს, რომ ღმერთი არსებობს, ბუნებიდან ან წმინდა წერილიდან იცოდე ეს, და მეორე შეიცნო უფალი სულიწმინდის მიერ. ამათ შორის დიდი განსხვავებაა. ვინც სულიწმინდის მიერ შეიცნო უფალი, მისი სული დღედაღამ ღვთის სიყვარულით იწვის და ამას სოფლისას უკვე ვეღარაფერს შეიყვარებს. სული, რომელსაც სულიწმინდის სიტკბოება არ გამოუცდია, ამ ქვეყნიური დიდებით, სიმდიდრით ან ძალაუფლებით ხარობს. ხოლო სულს, რომელმაც სულიწმინდის მიერ შეიცნო უფალი, ერთადერთი უფალის წყურია, ამასოფლის დიდებასა და ძალაუფლებას კი არარად შერაცხავს. სული, რომელსაც ერთხელ მიეცა სულიწმინდა, გემოთისცნობს მას. განიცადეთ და იხილეთ, რამე თუ ტკბილარს უფალი. დავით წინასწარმეტყველმა გამოცდილებით გაიგო ეს. უფალი დღემდე აძლევს თავის მონებს უნარს, რომ გამოცდილებით შეიტყონ მისი სახიერება. იგი სოფლის აღსასრულამდე განსწავლის თავის მონებს. ვინც სულიწმინდის მიერ შეიცნო ღმერთი,
იმან მისგან ისწავლა სიმდაბლე და შეემსგავსა თავის მოძღვარს ქრისტეს. ღირს ვყავ უფალო ჩვენ შენი წმინდა სიმდაბლის ნიჭისა, მოგმადლე უსასყიდლოდ სული წმინდა, ისევე როგორც უსასყიდლოდ მოხვედი კაცთა ცხონებისა და ზეცაში მათი აყვანებისთვის, რათა იხილონ შენი დიდება. ჰოი ქრისტეს სიმდაბლევ, გიცნობ შენ, მაგრამ შენი მოპოვება არ შემიძლია. ტკბილია შენი ნაყოფი, იგი არ არის მიწიერი. როგორ დავანთოთ სულში ცეცხლი, როცა მას მოწყინებას ძლევს, როგორ მოვიქცეთ, რომ იგი სულ მუდამ სიყვარულით იწვოდეს. ღმერთის ხელშია ეს ცეცხლი და უფალი მოვიდა სოფლად სული წმინდის მადლის მოსანიჭებლად. ვინც სიმდაბლეს სწავლობს, მას აქვს ეს ცეცხლი, რამე თუ უფალი თავის მადლს მდაბალთ აძლევს. ბევრი უნდა იშრომო და ბევრი ცრემლი უნდა დაღვარო, რათა ქრისტეს მდაბალი სული შეინარჩუნო. უამისოდ სულში სიცოცხლის ნათელი ქრება და კვდება. ხორცის გამოფიტვა მარხვით ადვილია, მაგრამ სულის ისე დამდაბლება, რომ მუდმივად შეინარჩუნოს ეს სიმდაბლე, არც ადვილია და არც მალე მიიღწევა. როგორც ველურ ცხოველებს ისე ებრძოდა ვნებებს მარიამ ეგვიპტელი. 17 წელი გაგრძელდა ბრძოლა და მხოლოდ ამდენი ხნის შემდეგ მოიპოვა მშვიდობა. ხორცი კი მალე გახმა, რადგან უდაბნოში საჭმელი არაფერი იყო. ჩვენ სულ გავცივდით და არ გვესმის, რა არის ქრისტეს სიმდაბლე ან სიყვარული. მართალია ეს სიმდაბლე და სიყვარული სული წმინდის მიერ შეიცნობა, მაგრამ ჩვენ არც კი ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია სული წმინდის მიღება. ამისთვის კი მთელი სულით უნდა მოგწყურდეს იგი. მაგრამ როგორ უნდა მომწყურდეს ის, რაზედაც წარმოდგენაც არ მაქვს. მცირედი წარმოდგენა ყველა ჩვენგანს აქვს და სული წმინდა ყოველ სულს ღვთისსაძიებლად აღძრავს. უნდა ვევედროთ უფალს, რომ მოგვანიჭოს სული მდაბალი. მდაბალი სული დიდი მშვიდობით ტკბება, ამპარტავანი სული კი საკუთარ თავს იტანჯავს. ამპარტავანმა არ იცის ღვთის სიყვარული და შორსაა ღმერთისგან. იგი ამაყობს, რომ დიდარია, ან განსწავლული, ან სახელგანთქმული, მაგრამ არ იცის საბრალომ თავისი სიღატაკე და წარწმედა, რადგან ღმერთი არ იცის. თუმცა ვინც ებრძვის ამპარტავნებას, იმას უფალი შეეწევა ამვნების დაძლევაში. თქვა უფალმა, ისწავეთ ჩემგან, რამე თუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა. ამიტომაა ჩემი სული დღედაღამ შეწუხებული. ვევედრები ღმერთს, ყველა წმინდანს და ყოველ თქვენგანს, ვინც ქრისტეს სიმდაბლე შეიცნო, ილოცეთ ჩემთვის, რათა გარდა მოვიდეს ჩემზე სული ქრისტეს სიმდაბლისა, ცრემლებამდე რომ სწურია ჩემს სულს. არ შემიძლია არ მწყუროდეს, რამე თუ სულმა ერთხელ შეიცნო იგი სული წმინდის მიერ, მაგრამ დავკარგე ეს ნიჭი, ამიტომაც წუხს ჩემი სული. მრავალმოწყალეო უფალო, მოგვანიჭეს სული მდაბალი, რათა ჩვენმა სულებმა მოიპოვონ შენი მშვიდობა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელო, ევედრე უფალს მოწყალეო, რათა მოგვანიჭოს მდაბალი სული. ყოველნო წმიდანო, თქვენ ზეცაში ცხოვრობთ, ჭვრეტთ უფლის დიდებას და იხარებს სული თქვენი. ილოცეთ, რათა ჩვენც თქვენთან ერთად დავემკვიდროთ. ჩვენ სულსაც სურს იხილოს უფალი და ენატრება იგი, თუმცა სიმდაბლით ითხოვს, იცის, რომ არ არის ღირსი ამ სიკეთისა. მოწყალეო უფალო, სული წმინდის მიერ მასწავლე შენი სიმდაბლე. ამპარტავნება არ აძლევს სულს რწმენის გზაზე დადგომის ნებას. ურწმუნოს ვურჩევდი, რომ თქვას, უფალო, თუ კი შენ არსებობ, განმანათლე მე და მაშინ გემსახურები მთელი გულითა და სულით.
ასეთი მდაბალი აზრისა და იმისთვის, რომ მზად ხარ ღმერთს ემსახუროთ, უფალი აუცილებლად განგანათლებთ. მაგრამ ნუ იტყვით, უფალო თუ კი შენ არსებობ, დამსაჯე მე, რადგან თუ სასჯელი მოვა, შესაძლოა ვერ პოვო საკუთარ თავში ღვთისადმი მადლობის შეწირვისა და სინანულის ძალა. როცა უფალი განგანათლებს, შენი სული იგრძნობს უფალს, იგრძნობს, რომ უფალმა მიუტევა, რომ უყვარს უფალს და სული წმინდის მადლი დაუმოწმებს შენ სულს ცხონებას. მაშინ მოგინდება მთელი ქვეყნის გასაგონად იყვირო, როგორ ვუყვარ ვართ უფალს. პავლე მოციქულის დევნიდა უფალს, სანამ არ იცნობდა მას, მაგრამ როცა შეიცნო, მთელი სამყარო მოვლო ქრისტეს ქადაგებით. თუ სული წმინდამ არ მოგცა ცოდნა, როგორ ვუყვარ ვართ უფალს, კაცი ამას ვერც კი გაიგებს, რადგან არ ძალუც მიწიერ გონებას გულისხმაყოს ღვთის სიყვარული კაცთა მიმართ. იმისათვის, რომ ვცხონდეთ, უნდა დაუმდაბლდეთ, რადგან ამ პარტავანი ძალითაც რომ დასვა სამოთხეში, იქაც ვერ პოვებს მოსვენებას. იქაც უკმაყოფილო იქნება და იტყვის, რატომ პირველი არა ვარ. მდაბალი სული კი სიყვარულითაა აღსავსე და არ ეძიებს პირველობას, არამედ ყველას სიკეთეს უსურვებს და ყველაფრით კმაყოფილია. ცუდმედიც ან ეშინია ეშმაკებისა, ან მათ მიემსგავსა. მაგრამ ეშმაკებისა კი არ უნდა გვეშინოდეს, არამედ ცუდმედიდობისა და ამპარტავნების, რადგან მადლს სწორედ მათ გამო ვკარგავთ. ვინც ეშმაკებს ესაუბრება, ის გონებას იბილწავს, ხოლო ვინც ლოცვაშია ჩაფრული, იმის გონებას უფალი განანათლებს. დიდად ვუყვარ ვართ უფალს, მაგრამ ჩვენ მაინც ვეცემით, იმიტომ რომ სიმდაბლე არ გვაქვს. იმისათვის, რომ სიმდაბლე შევინარჩუნოთ, ხორცი უნდა მოვაკვდინოთ და ქრისტეს სული მივიღოთ. წმინდანებს ფიცხელი ბრძოლა ჰქონდათ გამართული ეშმაკებთან და სძლიეს მათ სიმდაბლით, ლოცვითა და მარხვით. ვინც თავი დაიმდაბლა, მან მტრები დაამარცხა. რა უნდა ვქნათ ხორციელი და სულიერი მშვიდობა რომ გქონდეს? ამისათვის ყველა ისე უნდა გვიყვარდეს, როგორც საკუთარი თავი და ყოველ წუთს მზად უნდა ვიყოთ სიკვდილისთვის. როცა სულს ახსოვს სიკვდილი, სიმდაბლეც მოდის. სული მთლიანად მინდობილია ღვთის ნებას და სურს ყველასთან მშვიდობა ჰქონდეს, ყველა უყვარდეს. როცა ქრისტეს მშვიდობა შემოვა სულში, იგი მზადაა იობივით ჩირქის გროვაში იჯდეს და სხვების დიდებას ხედავდეს. მაშინ სულს უხარია, რომ იგი ყველაზე უარესია. დიდია ქრისტეს სიმდაბლის საიდუმლო და შეუძლებელია მისი ახსნა. სიყვარული სულს კარნახობს ყოველი ადამიანისთვის მეტი სიკეთეს სურდეს, ვიდრე საკუთარი თავისთვის. უხარია, როცა სხვები კარგად არიან და მწუხარება იპყრობს, როცა მათ ტანჯვას ხედავს. ილოცეთ ჩემთვის, ყოველნო წმინდანო, რათა ქრისტეს სიმდაბლე გარდამოვიდეს ჩემზე. უფალს უყვარს ადამიანები, მაგრამ მწუხარებებს უვლენს, რათა მათ შეიცნონ საკუთარი უძლურება და დამდაბლდნენ, ხოლო სიმდაბლისთვის მიიღონ სული წმინდა. სული წმინდასთან ერთად კი ყველაფერი სიხარულით სავსეა, ყველაფერი მშვენიერია. ზოგიერთი ძალიან იტანჯება სიღარიბისა და სნეულებებისგან, მაგრამ არ მდაბლდება, ამიტომ უნაყოფოა მათი ტანჯვა. ხოლო ვინც დამდაბლდება, ის ბედით ყოველთვის კმაყოფილი იქნება, რადგან უფალია მისი სიმდიდრე და სიხარული. მაშინ ყოველ ადამიანს გააკვირვებს საკუთარი სულის მშვენიერება. შენ ამბობ მწუხარებები მომეძალაო, მაგრამ მე გეტყვი, უფრო სწორად თავად უფალი გეტყვის. დამდაბლდი და დაინახავ, რომ შენი მწუხარებები განსვენებად გადაიქცევა, ისე რომ თვითონაც კი გაოცდები და იტყვი, ნეტავი უწინ ასე რატომ ვიტანჯებოდიო?
მაგრამ ახლა ხომ ხარობ, რადგან დამდაბლდი და მოვიდა ღვთის მადლი. ახლა მარტოც რომ იჯდეს სიღატაკეში, სიხარული არ მიგატოვებს, რადგან სულში მშვიდობა გაქვს, რომლის შესახებაც უფალმა თქვა: მშვიდობასა ჩემსა მიგცემ თქვენ. მართლაც მდაბალ სულს უფალი თავის მშვიდობას აძლევს. მდაბალი სული ზღვას გავს, ისროლეს ზღვაში კენჭი, ის წუთით აამღვრევს წყლის ზედაპირს, მერე კი მის სიღრმეში დაინთქმება. ასევე დაინთქმის მწუხარებები მდაბალ გულში, რადგან უფლის ძალაა მასთან. სად არის შენი სამკვიდრებელი, მდაბალო სულო, ვინ ცხოვრობს შენში, ან რას შეგადარო? მზესავით ანთიხარ, მაგრამ არ იწვევი, არამედ ყველას ათბობ შენი სიმხურვალით. შენია ქვეყანა მშვიდთა, როგორც უფალი ამბობს. აყვავებულ ბაღს გავხარ, ამ ბაღში მშვენიერი სახლი დგას, რომელშიც უფალს უყვარს ყოფნა. შენ გეტრფის ცა და ქვეყანა, შენ გეტრფიან წმინდა მოციქულები, წინასწარმეტყველები, მღვდელმთავრები და ღირსები. შენ გეტრფიან ანგელოზები, ქერუბიმ სერაფიმები, ყოლა წმინდა დედა ღვთისმშობელი. შენ გეტრფის და შემოგხარის უფალი. ამპარტავან სულს უფალი არ გამოუცხადებს თავის თავს. ამპარტავანი სული, რაც ამ ქვეყნად წიგნებია, ყველა რომ წაიკითხოს, უფალს ვერასოდეს შეიცნობს, რადგან თავისი ამპარტავნების გამო არ უთმობს ადგილს თავის თავში სული წმინდას. ღვთის შეცნობა კი მხოლოდ სული წმინდის მიერ შეიძლება. ნათლისღებით განათლებულ ადამიანებს სწამთ ღმერთი, მაგრამ ისეთებიც არიან, ვინც იცის ღმერთი. კარგია, როცა ადამიანს სწამს ღმერთი, მაგრამ ღვთის ცნობა კიდევ უფრო ნეტარი მდგომარეობაა. თუმცა ნეტარ არიან მორწმუნენიც, როგორც უფალმა უთხრა თომა მოციქულს: შენ მიხილე, შემეხე და ამიტომ მიწამე, მაგრამ ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და ისე მიწამა. დაბალნი რომ ვიყოთ, ისევ უყვარვართ უფალს, ყველაფერს გვიჩვენებდა, ყველა საიდუმლოს გაგვიმხელდა, მაგრამ ჩვენი უბედურება ისაა, რომ არა ვართ მდაბალნი, წვრილმანების გამო ვყოყოჩობთ, ამით კი თავსაც ვიტანჯავთ და სხვებსაც ვტანჯავთ. უფალი მოწყალია, მაგრამ ამპარტავნებისთვის სულს შიმშილით სჯის და არ აძლევს თავის მადლს, სანამ იგი სიმდაბლეს არ ისწავლის. ცოდვებში ვიხრჩობოდი და დიდი ხანია ჯოჯოხეთში ვიქნებოდი, უფალს და ყოლა წმინდა ღვთისმშობელს რომ არ შევბრალებოდი. ოხრამშვიდი, წყნარი, ზეციური ხმა აქვს ღვთისმშობელს. ასეთ ხმას ამ ქვეყნად ვერსად გაიგონებთ. ახლა ცრემლით წერ მოწყალე უფალზე, როგორც მშობელ მამაზე. ტკბილია სულისთვის უფალთან ყოფნა. ამ ნეტარებას განიცდი და ადამის ამოთხეში, როცა პირისპირ ხედავდა უფალს. ჩვენი სული კი გრძნობს, რომ იგი ჩვენთან არის, თავისი აღთქმისამებრ და აჰა ესე რა, მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა. უფალია ჩვენთან, რა უნდა გვინდოდეს მეტი. უფალმა შექმნა ადამიანი, რათა ის მარადის ღმერთში ცხოვრობდეს და ნეტარებდეს, რათა ჩვენ ღმერთთან და ღმერთში ვიყოთ. უფალს თავადაც სურს ჩვენთან და ჩვენში ყოფნა. უფალია ჩვენი სიხარული და მხიარულება, ხოლო როცა ამპარტავნებისთვის ვკარგავთ მას, საკუთარ თავს ტანჯვისთვის ვწირავთ. მწუხარება, მოწყინება და ბოროტი აზრები გვერევიან და გვაწამებენ. მიეც ჩვენ სულს უფალო იმის შეცნობა, თუ რა სიხარულია შენი მოსვლა და რა ძალა აქვს შენ შეწევნას. მიეცი შვება ტანჯულ სულებს და ყველას გვასწავლე სული წმინდის მიერ შენი შეცნობა. წვალობს ამ ქვეყნად ადამიანის სული უფალო და არ ძალუძს გონებით შენში
ჩვენი გონება ამა სოფლის ზრუნვითაა დაბნელებული და არ შეგვიძლია გავიგოთ სავსება შენი სიყვარულისა. შენ განგვანათლე, შენს მოწყალებას ყველაფერი ხელეწიფება. შენ თქვი წმინდა სახარებაში, რომ მკვდრები გაიგებენ ძეღვთისას ხმას და გაცოცხლდებიან. მაშ ახლაც გმენ უფალო, რომ ჩვენს მკვდარ სულებს ესმათ შენი ხმა და სიხარულით გავცოცხლდეთ. შენ თქვი უფალო, ყველას მიეტევოს ცოდვები და მოგვეტევება. გავწმინდე ჩვენ და ყველა განიწმინდება შენი სულის მიერ. დიდებას აღგივლენს ყოველი ერი და იქნება ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, რამე თუ ყოველივე შესაძლებელი არს შენთვის. ამპარტავანს ეშინია ყვედრების, მდაბალს კი არა. ვინც ქრისტეს სიმდაბლე მოიხვეჭა, ის ყოველთვის აყვედრის თავს. უხარია როცა აგინებენ და წუხს როცა აქებენ. თუმცა ეს მხოლოდ დაწყებითი სიმდაბლეა. ხოლო როცა კაცის სული წმინდის მიერ შეიცნობს უფალს და დაინახავს რა მშვიდი და მდაბალია იგი, მაშინ საკუთარ თავს ყველაზე უარესად მიიჩნევს და მზადაა ჩირქის გროვაში იჯდეს იობივით. ტანზედაც ყველაზე ღარიბულად ეცვას. სხვა ადამიანებს კი სულიწმინდის მიერ გაბწყინებულებს და ქრისტეს მიმსგავსებულებს ხედავდეს. მოწყალე უფალმა მოგვანიჭოს უნარი, რომ ყველა მიგემოს ქრისტეს აღუწერელი სიმდაბლე. მაშინ სული სხვას უკვე აღარაფერს მოისურვებს, არამედ მუდამ სიმდაბლეში, სიყვარულსა და სიმშვიდეში იცხოვრებს. ენატრები ჩემ სულს უფალო, დაფარე პირი შენი ჩემგან და შევშფოთდი. სულს კვლავ უსაშველოდ წყურია შენი ხილვა, რადგან შენ მიიზიდე ჩემი სული. შენ რომ არ მოგეხილე შენი სიმდაბლით უფალო, ასე ძლიერ არ მომენატრებოდი და არც ტირილით დაგიწყებდი ძებნას. როგორან რას დაუწყებს ძებნას ის, ვისაც არაფერი უპოვნია და არც არაფერი დაუკარგავს. როცა სოფელში ვცხოვრობდი, მე თუმცა ვფიქრობდი შენზე, მაგრამ ყოველთვის არა. ახლა კი ჩემი სული იწვის შენი ნახვის სურვილით, ისე რომ ცრემლისდის ნათელო ჩემო. შენი მოწყალებით გამსწავლე უფალო, ზოგჯერ მემალებოდი, რათა ჩემს სულს სიმდაბლე ესწავლა, რადგან თუ არ დამტაბლდა, სული ღვთის მადლს ვერ შეინარჩუნებს და მძიმე მოწყინება დაეუფლება. ხოლო როცა სული სიმდაბლეს ისწავლის, ვერც მოწყინება და ვერც მწუხარება ახლოს ვეღარ გაეკარება. სული ღვთისა ახარებს და ამხიარულებს მას. მებრალებიან საწყალი ადამიანები, ვისაც ღმერთი არ შეუცნია. ისინი იმით ამაყობენ, რომ დაფრინავენ, მაგრამ ეს სულაც არ არის საკვირველი. ფრინველებით დაფრინავენ და ღმერთს ადიდებენ. ადამიანი კი ღვთის ქმნილება თავის შემოქმედს განეშორება. მაგრამ დაფიქრდი, როგორ წარდგები ღვთის საშინელ სამსჯავროზე, სად გაექცევი ან როგორ დაემალები ღმერთს. ბევრს ვევედრები ღმერთს თქვენთვის, რათა ყველანი ცხონდეთ და მარადის ანგელოზებსა და წმინდანებთან ერთად იხარებდეთ. თქვენც გევედრებით, შეინანეთ და დამტაბლდით, გაახარეთ უფალი, რომელიც წადიერად და მოწყალედ მიგელით თქვენ. სულს, რომელიც შეიყვარა უფალმა, ხალხისთვის გლოვას უნერგავს მას, რათა ცრემლით ილოცოს მისთვის. ამიტომაც მტკივა სული და ბევრს ვლოცულობ თქვენთვის. დიდება უფალს და მის მოწყალებას, რომ ჩვენ მის ცოდვილ მონებს უცხადებს თავს სული წმინდის მიერ და სული უფრო უკეთ იცნობს მას, ვიდრე მშობელ მამას, რადგან მამა ჩვენს გარეთ არის, სული წმინდა კი მთელ ჩვენს სულს, გონებას და ხორცს გამსჭვალავს. ნეტარია მდაბალი სული, უყვარს ის უფალს.
მდაბალ წმინდანებს მთელი ცა და ქვეყანა ნეტარს უწოდებს და უფალი ანიჭებს მათ თავისთან ყოფნის პატივს, სადაცა მე ვიყო, მუნცა მსახური ჩემი იყოს. სიმდაბლის ყველაზე მაღალ ხარისხს ღვთისმშობელმა მიაღწია. ამის გამო ყოველი ერი ნეტარს უწოდებს მას. მასვე მსახურებს ყველა ზეციური ძალა და უფალმა თვით დედა თვისი მოგცა შემწედ და მფარველად. არაფერი სჯობს სიმდაბლესა და სიყვარულში ცხოვრებას. მაშინ სულში დიდი მშვიდობა დაისადგურებს და ძმაზე ზვაობის სურვილი აღარ ექნება. თუ მტრები გვეყვარება, სულში აღარც ამპარტავნების ადგილი იქნება, რადგან ქრისტეს სიყვარული ზვაობას გამორიცხავს. ამპარტავნება ცეცხლივით წვავს ყოველივე კეთილს. ქრისტეს სიმდაბლე კი ტკბილია და აღუწერელი. ადამიანებმა ეს რომ იცოდნენ, მთელი ქვეყანა ამ მეცნიერების შესწავლას შეუდგებოდა. მთელი ცხოვრება დღე და ღამე ვსწავლობ მას, მაგრამ ბოლომდე ვერ ჩავწვდი. ჩემი სული სულ მუდამ ფიქრობს, ჯერ კიდევ ვერ მივაღწიე იმას, რაც მინდოდა, არ შემიძლია დამშვიდება. მაგრამ სიმდაბლით გევედრებით თქვენ ძმებო, ვინც მისწვდით ქრისტეს სიყვარულს, ილოცეთ ჩემთვის, რათა ამპარტავანი სულისგან გავთავისუფლდე და ქრისტეს სიმდაბლემ დაიმკვიდროს ჩემში. სიმდაბლის მრავალი სახე არსებობს. ერთი მორჩილია და ყველაფერში თავს აყვედრის და ეს სიმდაბლეა. მეორე ცოდვებს ინანიებს და თავის თავს ღვთის წინაშე საძაგლად შერაცხავს და ესეც სიმდაბლეა. მაგრამ სხვაა იმის სიმდაბლე, ვინც სული წმინდის მიერ შეიცნო უფალი. ასეთ კაცს სხვა შემეცნება და სხვა განცდა აქვს. როცა სული შეიცნობს უფალს სული წმინდის მიერ და დაინახავს რა მშვიდი და მდაბალია იგი, მაშინ თვითონაც ბოლომდე დამდაბლდება. ესაა სულ სხვა განსაკუთრებული სიმდაბლე. ადამიანი ვერ შეძლებს მის აღწერას, რადგან იგი მხოლოდ სული წმინდის მიერ შეიცნობა. ადამიანებს რომ შეეძლოთ სული წმინდის მიერ შეიცნონ, როგორია ჩვენი უფალი, ყველაფერი შეიცვლებოდა. დიდრები არაც შერაცხავდნენ თავიანთ სიმდიდრეს, მეცნიერები მეცნიერებას, ხელისუფალნი დიდებასა და ძალაუფლებას. ყველა დამდაბლდებოდა, მშვიდობასა და სიყვარულში იცხოვრებდა და მაშინ ამ ქვეყნად დიდი სიხარული დაისადგურებდა. როცა სული ღვთის ნებასაა მინდობილი, გონებაში უკვე აღარაფერი რჩება ღვთის გარდა და ადამიანი ღვთის წინაშე წმინდა გონებით წარსდგება. ჰოი უფალო, სული წმინდის მიერ გვასწავლე ვიყოთ მორჩილნი და კრძალულნი. მოგვეც ჩვენ სული ადამის სინანულისა და ცრემლები ჩვენი ცოდვებისთვის. მოგვეც ჩვენ ძალა, რათა მუდამ შენ გადიდევდეთ და შენ გმადლობდეთ. შენ ხომ იმისთვის გვიბოძე ყოვლადწმინდა შენი სისხლი, რათა მარადის შენთან ერთად ცხოვრობდეთ, სადაც შენ სუფევ, ჩვენც იქ ვიყოთ და ვჭვრეტდეთ შენს დიდებას. მიეც ყველა ერს იმის შეცნობა, რა ძლიერ გიყვარვართ და რა საკვირველ ცხოვრებას ანიჭებ მათ, ვინც შენ გიწამა.